ბართიშვილი ზედიზედ მეორე შესარჩევს ითამაშებს. ეს არის ძალიან მაგარი შედეგი. 16 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ფოთის კოლხეთში თამაშობს, ჯერ 17 წლამდე ნაკრებში გამოიძახეს და დაახლოებით 2 კვირაში უკვე მას 19 წლამდე ნაკრებში თამაში მოუწევს. აღნიშნული ჯგუფის შეხვედრები დაახლოებით 9 საათში დაიწყება. საქართველოს 19 წლამდე ნაკრები პირველ შეხვედრას ხორვატიის ნაკრებთან გამართავს. აღნიშნული შეხვედრა, როგორც უკვე გითხარით, დაახლოებით 9 საათში დაიწყება, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ ბართიშვილს, ის ჯერჯერობით სათადარიგო სკამიდან იწყებს შეხვედრას. მაღალი ალბათობით მის გამოჩენას მატჩის მეორე ტაიმში უნდა ველოდოთ. რაც შეეხება ამ თემას, რომ მან ეროვნულ ნაკრებშიც უნდა გამოსცადოს ბედი, ამ შესარჩევშიც კარგად გამოჩნდება მზად არის თუ არა ეს ფეხბურთელი, რომ ასეთ მაღალ დონეზე ითამაშოს. არ დაგვავიწყდეს ის, რომ იამინ იამალმა მაგალითად ევროპის ჩემპიონატი 16 წლის ასაკში მოიგო. 15 წლის ასაკში მაგალითად საქართველოს ნაკრებთან ბურთიც კი გაიტანა. ეს იყო სადებიუტო ბურთი შეხვედრაში, რომელშიც მათ 7-1 დაგვამარცხეს დინამო არენაზე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ბევრი შეკითხვები არ უნდა სჭირდებოდეს ასაკს, რომ აი ჯერ პატარაა და მოდი ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშოს. აი როგორც კი ეს ფეხბურთელი გამოანათებს, უმალ უნდა გამოვიძახოთ ნაკრებში. კი, განსაკუთრებით ასეთ შეხვედრებში, როდესაც ჩვენ ეს შეხვედრები არ გვჭირდება. სხვანაირად არ გამიგოთ, მე ნაკრების შეხვედრებს არასერიოზულად არ უყურებ. უბრალოდ ასეთი ფეხბურთელები დროულად უნდა აღმოვაჩინოთ, ჩვენ იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ეს გამზადებული ლუკმა დავკარგოთ. არა, პრინციპში ამით არც არაფერი არ იკარგება, მაგრამ რატო გვაწყენს? ისევ იამალის მაგალითს მოვიყვან, იამალი რომ აქამდე არ ყოფილიყო ესპანეთის ნაკრებში, ეს ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდებოდა? ხო, არა, შეიძლება ახლა გეცინება და მოდი იამალს ნუ შევადარებთ ახლა. მე არ ვადარებ, ასაკის შედარებას ვაკეთებ. აი ყველაფრის დაკონკრეტება მიწევს თქვენთან, იმიტომ რომ არიან აქ გულშემატკივრები, ვინც არ უყურებენ ბოლომდე ვიდეოებს და შემდეგ შემოდიან და ცდილობენ, რომ ისეთი კომენტარი დაწერონ, რომ მეს ეს თქვა გამანაწყენონ და თავის გაიბრაზონ, ესე თქვა, აღელდნენ. ბევრი რო არ გავაგრძელოთ, მოკლედ ამ საქმეში კომპეტენტურ ხალხს ჩემი ჭკუის სწავლება ნამდვილად არ სჭირდება. ხო, უბრალოდ ეს არის ჩემი როგორც გულშემატკივრის სურვილი, რომ ასეთი დონის ფეხბურთელი მთავარ ნაკრებში ვიხილოთ. ხო, პროფესორო, ახლა შენი ჯერი ასპარეზს გითმობ, შეგიძლია გამოუშვა კომენტარები, დაახასიათო ეს ფეხბურთელი, რას ფიქრობ და ასე შემდეგ. ხო, შენი საერთოდ არაფერი არ მიდის. კონდეს მაინც ეს გვერდი გამოწერილი და მე მოულოდნელად შემოვალ და ამ მაისურს გავათამაშებ. არავინ არ იცის, როდის შემოვალ. ისეთ დროს შემოვალ, როცა შენ არ ელოდები.